მეცნიერება მიცის, ხელოვნება გრძნობს, რელიგიას კი სწამს. ცოტა ხნის წინ ხელოვნურ ინტელექტთან, კერძოდ ჯემინაისთან ჰქონდა საინტერესო დიალოგი იმ საზღვრებზე, რომლებიც ჩვენს სამყაროს კიდეც ყოფს და კიდეც აერთიანებს. მეცნიერება აღმოაჩენს იმას, რაც უკვე არის. ნიუტონს რომ არ აღმოაჩინა მიზიდულობა, ამას ადრე თუ გვიან სხვა იზამდა. ხელოვნება ქმნის იმას, რაც არ არის. ვან გოგის გარეშე ვარსკვლავიანი ღამე არასოდეს იარსებებდა. რელიგია კი ეძებს პასუხს კითხვაზე, რატომ? თუ წარმოვიდგენთ, რომ სამყარო არის ერთი დიდი მთლიანობა, ეს სამი სფერო არის სამი სხვადასხვა ფანჯარა, საიდანაც ამ მთლიანობას უყურებთ. თითოეულ მათგანს თავისი ენა, მეთოდი და მიზანი აქვს. მეცნიერება სამყაროს ობიექტური შემეცნების ფორმაა. დასვამს შეკითხვას, როგორ მუშაობს ეს? მეცნიერება არის ადამიანის მცდელობა აღწეროს სამყარო ისეთი, როგორიც ის არის ადამიანის გარეშე. ხელოვნება სამყაროს სუბიექტური შემეცნების ფორმაა. დასვამს შეკითხვას, როგორ აღვიქვავ მე ამას? ხელოვნება არის ადამიანის მცდელობა ასახოს სამყარო ადამიანის გავლით. რელიგია სამყაროს საზრისის მიერი შემეცნების ფორმაა. დასვამს შეკითხვას, რა არის ამ ყველაფრის აზრი? რელიგია არის ადამიანის მცდელობა იპოვოს კავშირი საკუთარ თავსა და უსასრულობას შორის. ეს სფეროები ერთმანეთს ავსებენ. მეცნიერება გვაძლევს ძალასა და ცოდნას. ხელოვნება გვაძლევს განცდას და თავისუფლებას. რელიგია გვაძლევს ორიენტირს და იმედს. მაგრამ რა ხდება, როცა მათი საზღვრები ირღვევა, როცა მეცნიერება ივიწყებს ეთიკას, როცა ხელოვნება სიმართლის ნაცვლად ლამაზ ტყუილს გვთავაზობს, ან ხატოვნად რომ ვთქვათ, რელიგია იჭრება ლაბორატორიაში. ნამდვილი ბოროტება იქ იწყება, სადაც ადამიანი მიზნიდან მხოლოდ საშუალებად იქცევა. სრული ინტერვიუ შეგიძლიათ წაიკითხოთ შემდეგ ლინკზე. მადლობა.